Ცუდად გავხდი. სანამ სასწრაფო მოვიდა, მანამდე წავქცეული ვარ. მე კარის გასაღება დავდექი. მე აღარ მახსოვს ის კარებთან წავქცეული ვარ. მე მირტყია კუთხეზე ხელი და მოტეხილი მაქვს. აი ისე ჩამისვეს ვერ გამისწორეს და ოპერაცია არის საჭირო. მე შინია ძალიან, არ ვიცი. ეხლა ეს რომ მომტეხონ ხელახლა, ალბათ გამისკდებ გულიც რო ესე მაგდა. ესე იმიტომ. ნანუშას ყველაზე მეტად მარტოობაში სიკვდილის ეშინია. ვით მამკეთილ ქალს ტკივილი უხვა დარგუნა. ან ვიცდი რომ აი უბრალოდ წყალი რო არ გექნება რომ გადაივლო ადამიანმა. და მწვენია თქმა, მაგრამ სამ საუკუნეში კრუშკი თუ ვინმე ბანაობს და თუ ვინმე აცხლებს განზე წყალს. დღეს ნანუშა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სააბაზანოს კედრები იშლება და ნანუშას ეშინია. იქიდან სახლში ქვეწარმავლები არ შემოძვრნენ. ძალიან რო გაცხელდება შევაზავებ და კრუშკით დავიყვან. ეს მოაფარე სტოლსაფენი, იმიტომ რომ საშინელება იყო აქ. საშიში არის ისედაც აქ პირველი სართულია და არ შემოძვრეს რამე. ბევრ რაღაცაზე ვამბობ, ვარ წამლების გულისთვის. ჭამა შეიძლება დავიკლო, წამლებს ხო ვერ დავიკლებ, როცა გული წამალზეა დამოკიდებული. აი მრცხვენია, გეფიცები ყველაფერს მრცხვენია რა, რომ შემოვიდეს ვინმე. და საშიში ახლა საშიშიც არის, აი ამით დაკეტილი ეს. მისი დაავადებული გული კი მთელი ძალით ცდილობს ნანუშას კიდევ ერთი დილა გაუთენოს. სული წერტილი არა მაქვს. არც გაცვლის მაქვს გამაცხელებელი, უნიტაზი დამტვრეული მაქვს. ამას კანალიზაციას გასდის აქ წყალისა და ჩადის წყალი დგება და ვერ უშვებ წყალს. მეგობრებო, ნუ დავტოვებთ ნანუშას მარტო. ვაგრძნობინოთ, რომ მას აწყავს ადამიანები, რომლებიც მის ტკივილს გულთან მიიტან. ერთი ადამიანის ცხოვრება შეიძლება ბევრმა პატარა სიგეთემ შეცვალოს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.